ესე ვთქვათ, პირველად ვიწყებ ამით. ზურგს ვაქცევ და რო არ ელოდებიან ბევრი ახსნის გარეშე. და ამაზე რა თქმა უნდა ყურებს ვქვიტავენ. რამდენიმეჯერ გავიმეორებ, არ არის აუცილებელი რაღაცა ესეთი გქონდეთ. შეგეძლიათ დავურთავეთ და აუდიოდაც დავურთო მატარებლის ხმა უბრალოდ და კითხოთ. ვაიმე, რა იყო ეს? დაინტერესეთ ხო? დაინტრიგეთ. სავარაუდოდ გამოიცნობენ, გააჩნია რამდენი წლის არიან, ასევე ფოტოსურათი, რომელიც დართულია შეგიძლიათ აჩვენოთ და უთხრათ, რომ ეხლა ჩვენ მივდივართ სამოგზაუროდ. და ჩვენი პირველი გაჩერება იქნება მეჯლისი, სადაც ვიცეკვებ ჩარფებით. შემდეგი გაჩერება სწორად მახსოვს იქნება ფერმა, სადაც სხვადასხვა ცხოველებს განვასახიერებთ. შემდეგ იქნება ქართულად იქნება მშენებლობა, სადაც პომ გამოვიყენებთ ამ ჯოხებს. და ბოლო იქნება ცირკი, სადაც თქვენ რაც გაქვთ ის გამოიყენებთ. რაიმე ესეთი, ან ჩვენ ბევრი საშუალება გვაქვს, მე დიდი, რასაც ესე ატრიალებენ, ან ბურთი უბრალოდ ბურთი გამოიყენეთ, ვეცადონ და თავზე მას გაიჩერონ ბურთი, ან რაიმე თოკი დააფინეთ იატაკზე და იმაზე დაიცვან ბალანსი და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ, ჩავთავ ახლა. თავიდან ვიწყებთ ნელა ყოველთვის და შემდეგ ჩქარდება მატარებელი, ხო? ამიტომ ძალიან ესეთი სასარგებლო სავარჯიშოა თან. ჩავჯობთ ყველანი მატარებელში, დაიწყო მატარებელი. თავიდან ნელა. ცოტა ჩქარდა, კიდე ცოტა.
და ბოლო გაჩერება იქნება, რა ვიცი, თქვენ სადაც გინდათ, სადაც ხართ მარტვილი, საჩხერე, ქუთაისი თუ ზუგდიდი.